მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. ისლამური სახელმწიფო იგივე IS ერახსა და სირიის გარდაუკვირვების ტერიტორიაზე ამ დრომდე სისხლისღვრას განაგრძობს. ამ სისხლისღვრაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის აღსაკვეთად საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის შედეგადაც ტერორისტულ შენაერთებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. სადისკუსიო თემაზე ჩვენი სტუმრები იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ზეგარდელი და 2030-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში სოფო კილაძე. მანამდე კითხვის აქტუალური თემების მიმოხილვა 2030-ის წევრებთან ერთად. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და პროგნოზებია მოცემული, სადაც საქართველოსაც არის საუბარი. რამდენი პროცენტით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს და რა ვითარება რეგიონის ქვეყნებში სავალუტო ფონდის პროგნოზების შესახებ უკვე 2030-ის წევრი რამილე ალიევა ისაუბრებს. რამილეა, რამდენ პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი საქართველოში? მოგესალმებით. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. როგორც ანგარიშია აღნიშნული, რუსეთის კრიზისის ნეგატიური გავლენა ყველაზე მეტად სომხეთზე, ბელორუსსა და საქართველოზე იქნება. რის შედეგადაც სომხეთსა და ბელორუსში ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან, ხოლო საქართველოში ზრდის ტემპი შენელდება, თუმცა იქნება ზრდა. რამილეა, რა ვითარება რეგიონის ქვეყნებში და როგორ აისახება საქართველოზე პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა? რეგიონში საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა. ესეთ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველგან ეკონომიკური პრობლემებია. სავალუტო ფონდის პროგნოზით 2015 წელს 5.5%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა, 3.8%-ით რუსეთის და 2.3%-ით ბელორუსის ეკონომიკა. თითო-თითო პროცენტით შემცირდება სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკები. ზრდის მაღალი ტემპის პროგნოზი კეთდება თურქმენეთისთვის და უზბეკეთისთვის, სადღაც ეკონომიკების შესაბამისად 9 და 6.2%-ით გაიზრდება. თურქეთში 3%-იანი ზრდა იქნება, საქართველოში როგორც აღვნიშნე 2. იგივე ტემპით გაიზრდება ყაზახეთის ეკონომიკაც, ყირგიზეთში 1.7%-იანი ზრდა იქნება, აზერბაიჯანში კი 0.6%. როგორც ხედავთ, საქართველოს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ან უარყოფითია, ან ნულთან ახლოსაა. ეს ბუნებრივია, აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ვინაიდან როდესაც რეგიონში ეკონომიკური პრობლემებია, რთულია იყო გამონაკლისი და თავი აარიდო გარეგან ეკონომიკურ შოკებს. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში რამილე ალიევა საუბრობდა და დღის კიდევ ერთი თემა. დოლართან მიმართებაში ლარის შესუსტების მიუხედავად ეროვნული ვალუტის რეალური კურსი მყარდება. რეგიონის და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებაში უფრო მეტად დაეცა ვიდრე ლარი. ლარის რეალური კურსის გამყარების მიზეზებზე, ასევე ამ პროცესის დადებით და ნეგატიურ მხარეებზე 2030-ის წევრი გადაცემის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ჭიჭინაძე ისაუბრებს. ნოდარ, რას ნიშნავს ლარის რეალური კურსის რეალური გამყარება და რა სარგებელს აძლევს ეს ცვლილება ქვეყნის ეკონომიკას? მოგესალმებით. ეროვნული კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა, თუმცა თუ ლარის რეალური მდგომარეობის შეფასება გვინდა, მაშინ უნდა შევაფასოთ ის ასევე სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ხუთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის და სომხეთის ვალუტებთან მიმართებაში ლარი ბოლო ერთ წელიწადში 3 მათგანთან გამყარდა. ლარი გამყარებული ასევე ევროს მიმართაც უმნიშვნელოდ გაუფასურდა ლარი თურქული ლირასა და სომხურ დრამთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით თებერვლის მდგომარეობით რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2014 წლის თებერვალთან შედარებით ასევე გამყარებულია. მარტის მდგომარეობით გამყარებულია ნომინალური ეფექტური კურსიც. ორივე ეს მაჩვენებელი მოიცავს ლარის კურსს არა მარტო დოლარის, არამედ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. ლარის რეალური კურსის გამყარება ნიშნავს ქართული ექსპორტის გაძვირებას და ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის შემცირებას. ნოდარ, შენი შეფასებიდან იკვეთება, რომ ლარის გაუფასურება შეიძლება თქოს საჭიროც კი იყო, არა და ეროვნული ბანკის მიმართ ამ დრომდე ისმის საკმაოდ მწვავე კრიტიკა მისი პასიურობის გამო. საქმე ისაა, რომ დოლართან ლარის ნომინალური გაუფასურებით გაცილებით მეტ ზარალს ვიღებთ, ვიდრე მისი რეალური გამყარების შედეგად. ქვეყანაში მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი, მოგეხსენებათ, სესხები 60%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული, თუ ბიზნეს სესხებს გადავხედავთ, აქ ეს მონაცემი 80%-ამდე ადის. შესაბამისად, თუ ლარის რეალური გამყარება ექსპორტიორს გარკვეულწილად აზარალებს, ეს ზიანი მიზერულია იმ დანაკარგთან შედარებით,
რომელიც გამოწვეულია სესხების გაძვირებით. ეროვნულ ბანკს პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი საზრუნავი არ არის ვალუტის კურსი და ექსპორტის კონკურენტუნარიანობისთვის ლარის გაუფასურება აუცილებელიცაა. შესაბამისად, ლარის გამყარება არ არის ეროვნული ბანკის ინტერესებში ამ ეტაპზე, არადა დოლარზე მაღალ დამოკიდებულ ქვეყანაში ლარის კურსის დაცემით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ექსპორტის გაძვირებით გამოწვეული შედეგები. ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჭიჭინაძე საუბრობდა. 2015 წელს კი სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით საქართველოს 133 ქვეყნიდან მე-60 პოზიციაზეა. საერთაშორისო ორგანიზაცია Social Progress Imperative საქართველოზე ყოველწლიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. თემაზე 2030-ის წევრი ირაკლი ზარქუაი საუბრებს. ირაკლი, კარგია თუ ცუდი მე-60 პოზიცია? საღამომშვიდობის მაგამ. უდაოდ კარგი და დადებითი ფაქტია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშან ამავე ორგანიზაციის მონაცემებით 66 ადგილზე ვიყავით, ხოლო წელს უკვე მე-60 ადგილზე გადავინაცვლით, ეს აშკარად გარკვეული პროგრესის მიმანიშნებელია. ახალი რეიტინგის შედეგად საქართველოს საშუალო სოციალური პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. როგორც არის თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ტაილანდი და ასე შემდეგ. კვლევის თანახმად, კვებისა და სამედიცინო დახმარების კუთხით საქართველოს პოზიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ასევე მაქსიმალური ქულით არის შეფასებული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტში დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 30%-ია. ირაკლი, საინტერესოა კიდევ რა სფეროები აისახა კვლევაში? კვლევებმა მოიცა ქვეყნის თითქმის ყველა მიმართულება. დადებითად შეფასდა პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემა, საბაზისო განათლებაზე ხელმისაწვდომობა, არჩევანისა და პირადი თავისუფლება, შობადობის ზრდა, სიკვდილიანობის შემცირება, რომელიც პირდაპირ არის კავშირში სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევის, ასე ვთქვათ, გონივრულ პოლიტიკასთან. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უარყოფითად არის შეფასებული ცალკეული უმცირესობების მიერ დამოკიდებულება, მათ შორის რელიგიური, სექსუალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება იმიგრანტების მიმართ. ასევე ძალიან დაბალი შეფასება მიიღო საქართველოს ეკოსისტემის მდგრადობის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ყველა ეს შეფასება დაჯამდა და მიიღეთ კომბინირებული ქულა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სოციალური პროგრესის ინდექსი მაინც გაუმჯობესდა. ირაკლი, თქვა გასაგებია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მეტნაკლებად წინააღმდება, თუმცა საინტერესო არის ის, თუ როგორ აისახება და ზოგადად აისახება თუ არა საქართველოს. ასეთი მასშტაბურ საერთაშორისო კვლევებში და რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურება, რა თქმა უნდა, უკვე გულისხმობს პოზიტიურ შედეგებს. გულისხმობს გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულ მუშაობას, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და ასე შემდეგ. ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ინვესტიციების მოზიდვას და უმუშევრობის შემცირებას შეუწყობს ხელს. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს კომპეტენტური და ობიექტური რეკომენდაციების გათვალისწინება იმ სფეროებში, სადაც დაბალი შეფასება მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ირაკლი ზარქვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა, რომელიც 2030-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. უსახსრობის თუ სხვა მიზეზთა გამო ბევრი მოქალაქე სამოქალაქო დავების გადასაწყვეტად სასამართლოს არ მიმართავს. იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად კი დღეიდან 200,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ადვოკატის მომსახურებას სახელმწიფოს ხარჯზე მიიღებს. დეტალებით მაკა დარსაველიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მაკა, რატომ გახდა აუცილებელი კანონში ცვლილების შეტანა და როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეღავათი მოქალაქეებისთვის? ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სამოქალაქო დავებს აგვარებს სასამართლოს გარეშე. ამას ერთის მხრივ არსებული ტრადიცია, ხოლო მეორეს მხრივ კი უსახსრობა განაპირობებს. ხშირია ფაქტები, როცა სოფლად თუ ქალაქად მოქალაქეებს შორის წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო დავა ხელჩართულ ჩხუბში გადადის, რაც არც თუ იშვიათად ტრაგედიით მთავრდება ხოლმე. ეს ცვლილებები სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო დავების სასამართლოში გასაჩივრება წახალისდება. საზოგადოებას ამ ინიციატივამ უნდა დაანახოს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტის ერთადერთი ცივილიზებული გზა არის სასამართლო და არა პირადი გარჩევები. ეს პრაქტიკა ასევე კრიმინალსაც შეამცირებს ერთგვარად და ბიზნეს გარემოსაც გააუმჯობესებს. ადვოკატები გამოცდილებას შეიძენენ ასევე თუ უზრუნველყოფილი იქნება ისიც, რომ დაზარალებულ მოქალაქეს დავის გადასაწყვეტად წლობით არ მოუწევს სასამართლოში ლოდინი, დამეთანხმებით, რომ ეს იქნება ქვეყნის რეალური წინსვლა მართლმსაჯულების სფეროში. მაკა, საინტერესო ასევე ის თანხა, რომელიც ადვოკატების მომსახურებისთვის უნდა გამოიყოს, ტვირთად ხომ არ დააწვება ბიუჯეტს?
მაკა ყველა ადამიანის უფლებაა და მე თანხმები რომ თავისი ინტერესები სასამართლოს გზით დაიცვას და თუ მას სიდუხჭირის გამო სახელმწიფო დაეხმარება, ამით სამოქალაქო ურთიერთობების და ზოგადად სამართლიანობის ხარისხის გაუმჯობესდება უდაოდ. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ხარჯებისთვის არსებობს სადაზღვევო სისტემა, ხოლო ჩვენ შემთხვევაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით უნდა შევთანხმდეთ, რომ საჭიროა შეჭირებული მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეღავათების მიცემა, სანამ უფრო მოქნილი და ჯანსაღი სისტემა შეიქმნება. ძალიან დიდი მადლობა მაკა დარსაველიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი საკითხი, ვიდრე მთავარ თემაზე გადავიდოდეთ. რაულ კასტროსა და ბარაკ ობამას ისტორიული შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბის ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან ამოღება გადაწყვიტა. ეს სია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების არქონის პოლიტიკური საფუძველი იყო. ამერიკულ-კუბურ ურთიერთობებზე ქეთი ჩოხელი საუბრებს. ქეთი, რატომ მიდის ვაშინგტონი კუბასთან უპრეცედენტო დათმობაზე? საღამომშვიდობისა. ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს პოზიციების გამყარებას ლათინურ ამერიკაში, რეგიონში, სადაც რუსეთის გავლენა დღემდე ძალიან ძლიერია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებული იყო ახლო აღმოსავლეთისკენ, რამაც ხელი შეუწყო ლათინურ ამერიკაში რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების გაძლიერებას. თუმცა ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონმა ლათინურ ამერიკაში რუსეთის საწინააღმდეგო კიდევ ერთი გასაღები მოძებნა, რამაც კუბასთან 10 წლეულობის განმავლობაში გაყინული ურთიერთობების დათბობა განაპირობა. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოღებასთან ერთად მიმდინარეობს კონსულტაციები კუბისთვის დაწესებული ამერიკული ემბარგოს მოხსნის თაობაზე. ქეთი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული სანქციების პოლიტიკის გაგრძელებაა? მაკა როგორც ჩანს, ეს ასია. ორპოლუსიანი გეოპოლიტიკური სისტემის მომხრე რუსეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის სფეროები, რისთვისაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ ერიდება. თუმცა ბარაკ ობამას გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მტკიცედ აქვს განზრახული არაფერი დათმოს. ქეთი, როგორია ასევე საინტერესო რუსეთის მოკავშირე სხვა ლათინური ქვეყნების განწყობა კუბურ-ამერიკული ურთიერთობების ასე მოულოდნელად დათბობას? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლათინურ ამერიკაში ყოველთვის არსებობდა რუსეთის გავლენა. კუბა კი იმ ქვეყნების სათავეში იყო, რომლებიც ამ გავლენას ექვემდებარებოდნენ. ეს ქვეყნებია ვენესუელა, ბოლივია, კოლუმბია, ნიკარაგუა. შესაბამისად, თუ კუბა დაათბობს ურთიერთობებს ვაშინგტონთან, არ არის გამორიცხული ანალოგიური პროცესები ვიხილოთ ვაშინგტონისა და სხვა ლათინური ქვეყნების ურთიერთობებშიც, რაც მათ ეკონომიკებს ჰაერივით სჭირდებათ. ეს კი მნიშვნელოვან საყრდენებს გამოაცლის რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, დღის მთავარი თემით უკვე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. ოთხ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში გაერთიანება სისხლის სამართლის წესი დასჯადი იქნება. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა ტერორისტულ დაჯგუფებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის აღსაკვეთად. დეტალები კი ნახეთ რეპორტაჟში. სირიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ტერორისტულ სამხედრო შენაერთებს მებრძოლები საქართველოდანაც, ძირითადად პანკისის ხეობიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან შეუერთდნენ. პრემიერ-მინისტრ საქართველოს მოქალაქეების ტერორისტულ სამხედრო დაჯგუფებაში მონაწილეობის მასშტაბები საგანგაშოდ არ მიაჩნია. ჩვენი მთავრობაში მოსულ შემდეგ სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით, შემდეგ ალბათ გადადიან სირიაში. 2-3 ადამიანი შეიძლება 4-დან 5 იყოს, არ ვიცი, მაგრამ ამის პრევენცია უბრალოდ თქვენ ახლა საზოგადოებაში შეკავთ შეცდომაში. ISIS-ის პრობლემა ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი. და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, როგორ უნდა აღკვეთონ, ასე ვთქვათ, მოხალისეების წასვლა სირიაში. ვითარებას დრამატულად არ აფასებს არც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც დგას მსგავსი პრობლემის წინაშე. როდესაც ახალგაზრდები ხდებიან მსხვერპლი რადიკალიზაციის გარკვეული ელემენტებისა და პირების მხრიდან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი დაბრკოლებული იქნას. საქართველოს ამ მხრივ უნიკალური შემთხვევა ნამდვილად არ არის. საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს სისხლის სამართლის
კოდექსის ცვლილებების პროექტს, რომელიც ადგენს ახალ პასუხისმგებლობებს და მოსალოდნელია, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებით საქართველოდან შევსება მაქსიმალურად შეიზღუდება. პროექტის მიხედვით მოწოდება ძალადობრივი ქმედებისაკენ, ასევე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან მცდელობა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ასევე დასჯადი ხდება უკანონო ფორმირებისათვის პირთა გადაბირება ან წვრთნა. ბრუნდებით სტუდიაში თემაზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსის მოადგილე ბეკა ზეგარდელი და 2030-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში სოფო კილაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. სოფო, პირველი შეკითხვა მექნება შენთან. ბანკის ხეობაში ისმის დახმარების მოთხოვნა საკმაოდ დრო არის, შეიძლება ასე ითქვას. როგორ შეიძლება პრობლემა მოგვარდეს ისე რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე საქართველოს მოქალაქეებმა ვერ მოახერხონ სირიაში ტერორისტულ სამხედრო დაჯგუფებებში გაწევრიანება. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი განვიხილოთ გლობალურ კონტექსტში, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მთელ მსოფლიოსთვის, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისათვის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ქვეყნები გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რათა ეს პრობლემა დაძლიონ, მაგრამ იმავდროულად რჩება მაინც გარკვეული ხარვეზები, გარკვეული პრობლემები. ანალოგიური სიტუაცია არის საქართველოში, ერთის მხრივ სახელმწიფო დგამს შემხვედრ ნაბიჯებს იმისათვის, რათა დაძლეული იქნას ეს პრობლემა, თუმცა არის გარკვეული ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელი არის პირველ ყოვლისა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რადგან საკანონმდებლო ცვლილება არის ის საფუძველი, რომლის განხორციელების შედეგად უკვე შეგვიძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას, უпростоრად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განახორციელოს გარკვეული ქმედებები იმისათვის, რათა პრობლემის დაძლევა იქნას განხორციელებული. ამიტომ ის ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და რომელიც იქნა განხილული დღეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად. ცვლილებათა პაკეტზე საუბრობს, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ცვლილებები განხილება პარლამენტში და თქვათ, რამდენად გააუმჯობესებს ეს ცვლილებები ვითარებას, რეალურად თუ იქნება ქმედითი. მინდა პირველ რიგში აღვნიშნო ის საკითხი, რომ არსებობს, რა თქმა უნდა, გარკვეული საკანონმდებლო საფუძვლები, იგივე ტერორისტთან მიმართებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საკანონმდებლო საფუძველი არ მოიქცავს ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება აღკვეთოს იგივე ისლამურ სახელმწიფოში საქართველოდან მებრძოლების გადინება. ამიტომ ცვლილებების პაკეტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და რომელსაც აღნიშნავდი დღეს აუცილებლად. პირველი ეს არის უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება. ანუ რატომ გაწევრიანება? იყო თქვათ უკანონო ფორმირების ხელმძღვანელობა, შექმნა ფორმირებების ან მათში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ის ფაქტი, რომ პირი გაწევრიანდება ამ ფორმირებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადრე ვთქვათ დასჯადი არ იყო. იგივე ვთქვათ გვაქვს ტერორიზმის კუთხით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება პირისა, ეს დღესდღეობითაც დასჯადი ქმედება არის, მაგრამ არა უკანონო დაჯგუფებაში. ეს უკანონო დაჯგუფება უფრო ფართო სპექტრს მოიცავს ქმედებებისას, ვიდრე ვთქვათ ტერორიზმი. ტერორიზმი უფრო ვიწრო საკითხი არის. ასევე დასჯადი ხდება, ამავე კონტექსტში აღნიშნავდი, ვთქვათ პირების გადაბირება და პირების შეგროვება ასეთ საქმიანობისათვის, რადგან ვიცით რომ იგივე პანკისში, აჭარაშიც, ქვემო ქართლშიც არის რეალურად ის პრობლემა, რომ გარკვეული პირები გადაიბირებენ, თქვათ ახალგაზრდებს განსაკუთრებით, მცდელობაც აქვთ, ბუნებრივია და ეს საკითხი რომ იყოს მოგვარებული, ანუ რომ არსებობდეს დელიქტი, დასჯადი, აუცილებელი არის ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. მეორე მიმართულება ეს არის საზღვრის კვეთასთან მიმართებით, კერძოდ საზღვრის კვეთა შემდგომში უცხო ქვეყანაში ვთქვათ ტერორისტული აქტივობების განსახორციელებლად, ანუ მიზანი უნდა იყოს ტერორისტული აქტივობის განხორციელება, ეს ქმედება ხდება დასჯადი, ასევე ამ ქმედების მცდელობაც ხდება დასჯადი ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით და ეს მნიშვნელოვანი არის, რადგან ვიცით, რომ არსებობს ეს პრობლემა რეალურად, კვეთენ საზღვარს და შემდეგ უკვე იღებენ მონაწილეობას ისლამური სახელმწიფოს, ესე ვთქვათ, დაჯგუფებებში, ტერორისტულ დაჯგუფებებში. და მესამე მიმართულება ეს უკვე
საჯარო სფეროს ეხება, ეს არის მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისაკენ, ესეც დასჯადი ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგანაც სახელმწიფო ცდილობს, რომ შეინარჩუნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი სიმშვიდე. მოწოდებებთან დაკავშირებით დღეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ბატონ ბექოს მოგვიანებით დავსვამ შეკითხვას, მანამდე ბატონო ირაკლი, დღეს საკანონმდებლო ინიციატივის თქვათ ამოქმედებამდე დღესდღეობით რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს და დაცულია თუ არა ტერორისტული საფრთხეებისგან. დიდი მადლობა მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, რომ დღეს საქართველო არის დაცული ტერორისტული საფრთხეებისგან. ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს ეფექტიან და ქმედით ნაბიჯებს, ხორციელდება სათანადო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის. მხედველობაში მაქვს მწვანე საზღვარი, სასაზღვრო გამტარი პუნქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია უკანონო ფორმირებებში მონაწილე პირთა შესახებ, ჭიროთ თანამშრომლობთ პარტნიორი ქვეყნების, როგორც არის ვთქვათ, ევროპის, ამერიკის კონტინენტის, აზიის და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ საკითხებში, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორც არის ინფორმაციის გაცვლა და ბუნებრივია, თუ იქნება ამის საჭიროება, შესაძლებელი არის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგვაც და განხორციელებაც. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ სასაზღვრო კონტროლი. საინტერესოა, აუცილებლად ჩდება შეკითხვა სკოლის ორმა მოსწავლემ, მათ შორის 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა. როგორ მოახერხა საზღვრის გადაკვეთა? აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობენ შესაბამისი უწყებები, კონკრეტ იქისაგან მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ლევან იზორიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. ანუ მუშაობენ. საკურველია. კი ბატონო ბექა, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცვლილებები ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებებთან მიმართებაში ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს უნდა აღინიშნოს, მინისტრის მოადგილემ უკაცრავად დღეს განაცხადა, რომ მოწოდება მაგალითად ისეთი როგორც არის დავამხოთ ხელისუფლება არ იქნება დასჯადი. საინტერესოა, თქვათ, როგორი რა ტიპის მოწოდებები იქნება დასჯადი? და არსებული კანონპროექტით თქვათ მოხდება თუ არა განსხვავებული შეხედულებების დაბალანსება მოხდა თუ არა საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ ეს მიგვაჩნია რომ არ იქნება წინააღმდეგობაში ეს საკითხი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამზადა ეს პროექტი და ის პროექტი რაც დღეს პარლამენტშია წარდგენილი და მიმდინარეობს განხილვები ჩვენ გავითვალისწინეთ არაერთი წამყვანი ქვეყნის საერთაშორისო არაერთი წამყვანი ქვეყნის გამოცდილება და აქედან გამომდინარე კონკრეტულად ამ მუხში რომელიც ეხება მოწოდებას ძალადობრივი ქმედებისკენ გავწერეთ კონკრეტული კრიტერიუმები რა შემთხვევაშიც შეიძლება ქმედება იყოს დასჯადი. პირველ რიგში ეს არის ის რომ უნდა იყოს მოწოდება ძალადობრივი მოქმედებებისკენ, მეორე რომ ეს მოწოდება უნდა იყოს კონკრეტული ნიშნის შემცველი, ეს შეიძლება იყოს ეთნიკური, პოლიტიკური, ენობრივი თუ სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით და რაც მთავარია საფრთხის შემცველი უნდა იყოს და ეს საფრთხე უნდა იყოს აშკარა პირდაპირ და არსებითი საფრთხე. უფრო ვცლად რომ თქვათ რას ნიშნავს ეს ამგვარი საფრთხე, ეს არის ასეთნაირად, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ ვინ არიან, ესე იგი ამ დანაშაულის სუბიექტი, ვინ ახორციელებს მოწოდებას, რა გავლენით სარგებლობს ის საზოგადოებაში, რა რეპუტაცია გააჩნია და რამდენად არსებობს ალბათობა იმის რომ ეს პირი მოახდენს გავლენას თქვათ განსაზღვრულ ჯგუფებზე. ასევე ვინ არიან ის ადამიანები, ვიზეც ეს მოწოდება ხორციელდება, დროის რა მონაკვეთში ხორციელდება, რა სიმწვავე არსებობს თქვათ დროის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში ქვეყანაში, რა მოცულობით და ინტენსივობით ხორციელდება ეს მოწოდება და ყოველივე აქედან გამომდინარე საბოლოოდ სასამართლო ამ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე საბოლოოდ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რომ ეს მოწოდება ჩაითვალოს თუ არა, თქვათ რაღაც მოწოდება ჩაითვალოს თუ არა სწორედ ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებად და დანაშაულად. რაც შეეხება მეორე საკითხს ბატონი ლევანის ნათქვამს, ეს იყო ტექნიკური საკითხი, რაზეც ესე იგი, როდესაც ბატონმა ლევანმა ბატონი გოჩარატიანის რეპლიკას უპასუხა და იქ იყო საუბარი დავამთავროთ მთავრობა, ამ კონტექსტში მოიაზრებოდა, რომ ეს ამაზე მოწოდება არ შეიძლება, რომ ეს დანაშაულად ჩაითვალოს. დავამხოთ ხელისუფლება? ამ კონტექსტში იგულისხმებოდა, რომ დავამთავროთ ხელისუფლება, ანუ დამთავრებაზე იყო, რაც იყო რეპლიკა ბატონი გოჩარატიანის, ესე იგი, რეპლიკასთან დაკავშირებით იყო ეს შესაბამისი პასუხი. აი ამ კუთხით მოიაზრებოდა. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, თქვენ ხარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, გაქვთ ინფორმაცია, რით პასუხობს საქართველოს თანამედროვე ტერორისტულ გამოწვევებს?
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის საკმაოდ აქტიური წევრი გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის და ამით შეაქვს თავისი წვლილი მსოფლიოში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ასევე ვართ გაეროს 14 და ევროსაბჭოს 4 ანტიტერორისტული კოალიციის მონაწილე. გვაქვს შესაბამის სფეროში დადებული ხელშეკრულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქმედით მექანიზმს ასევე წარმოადგენს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კონკრეტულ საფრთხეებთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის ასევე საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვახსენეთ საზღვრო კონტროლი, მინდა უფრო კონკრეტულად გითხრათ, რომ დღეს მდგომარეობით ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტი აღჭურვილი არის რადიაციული და ბირთვული მასალების აღმოჩენის დეტექტორებით. აღნიშნული მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლები მუდმივად გადიან შესაბამის მომზადებას და გადამზადებას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში და ბუნებრივია ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს კომპლექსურ ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებების კუთხით მნიშვნელოვანი არის ტერორისტული ორგანიზაციის რესურსების შეზღუდვა. აქ იგულისხმება მატერიალური რესურსებიც და იგულისხმება ადამიანური რესურსებიც. ამ კუთხით უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელსაც უნდა დაემყაროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული საქმიანობა. და 2014 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც მოხდა საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის კრიმინალიზაცია, რასაც აქამდე არ იცნობდა სისხლის სამართლის კოდექსი. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა გახდა დასჯადი. გარდა ამისა, მოხდა კრიმინალიზაცია ტერორისტული მიზნით სამხედრო წვრთნის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გადაბირების კრიმინალიზაცია და დღევანდელ პირობებში, როდესაც აქტიური არის დაფინანსების გარდა ტერორისტული ორგანიზაციების სხვა სახის მხარდაჭერა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ასევე მოხდა კრიმინალიზაცია ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის, ანუ გაფართოვდა ტერორიზმის დაფინანსების მუხლი. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელზედაც სოფო მისაუბრა, ეს არის უკვე მეორე ფაზა საკანონმდებლო ცვლილებების შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ბუნებრივია აღნიშნული ცვლილებები ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსის უფრო დახვეწას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. კი ბატონო ბექა, სამწუხაროდ დრო ძალიან ცოტა გამოგვეწურა ფაქტობრივად ბოლოს შეკითხვა თქვენთან მექნება. თქვენ არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში საქართველოში დაბრუნდნენ იგივე ტერორისტებად და განიხილება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტრღონისძიებები. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პიროვნებები ჩადიან იმგვარ ქმედებებს სირიაში, რომელიც დასჯადია ჩვენი კანონმდებლობით, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანების შემოსვლის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოები გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის სტუმრები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ზეგარდელი და 2030-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში სოფო კილაძე და ბოლოს ფაქტი ერთია. საკუთარი სახელმწიფოს დაუკითხავად სხვადასხვა ექსტრემისტულ სამხედრო დაჯგუფებების წევრობა ვერ იქნება რომელიმე მოქალაქის პირადი საქმე და შეუძლებელი ამგვარი ქმედების გამართლება მსოფლმხედველობით, ან თქვათ რელიგიური კუთვნილებით, რადგან სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობით ეს ადამიანები ხიფათს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საფრთხის წინაშე აყენებენ ქვეყნის დანარჩენ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, რომელთა ინტერესით შედის, რომ სახელმწიფომ გადამჭრელი ზომები მიიღოს ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრების და განსაკუთრებით კი გადამბირებლების წინააღმდეგ. ეს 2030-ია. მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით. დროებით.